მოგესალმებით, ბათუმში ევროპის მოედანზე იმართება საპროტესტო აქცია მიუსაფარი ცხოველების უფლებების დასაცავად. აქ არიან შეკრებილი მოქალაქეები, რომლებიც შეწუხებულნი არიან იმ ვითარებით, რაც დღეს შეიქმნა საქართველოში მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით და ეს ადამიანები შაბათ დღეს პროტესტის ნიშნად გამოვიდნენ ბათუმში თავიანთი პოზიციის დასაფიქსირებლად. სანამ უშუალოდ მათ გავესაუბრებოდე, გეტყვით, რომ დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გაავრცელა განცხადება. 4 აპრილი მიუსაფარი ცხოველების დაცვის საერთაშორისო დღეა. საია ეხმიანება ამ დღეს და სოლიდარობას უცხადებს ცხოველთა უფლებების დამცველებს, მათ ვინც ყოველდღურად იბრძვის მიუსაფარი ცხოველების გადარჩენის და მათთვის არსებული ძიმე ვითარების შესამსუბუქებლად. საია წერს, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მიმართ სახელმწიფოს და საზოგადოების ნაწილის გულგრილმა დამოკიდებულებამ დღეს დაგვაყენა იმ ძიმე რეალობის წინაშე, რაც ქუჩაში მცხოვრები ცხოველების ყოველდღიურ ყოფაში მკაფიოდ იკოთება. კერძოდ, მათი უკონტროლო გამრავლება, შიმშილი, წყლის დეფიციტი, დაავადებების ფართო გავრცელება, უფასო სამედიცინო სერვისების არარსებობა, ცხოველების მიმართ ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის გახშირებული შემთხვევები. საია გამოთქვამს ვარაუდს, რომ კრიზისს სავარაუდოდ იწვევს თავს შესაფრების გადატვირთულობა და არასაკმარისი რესურსები, მუნიციპალური თუ სამედიცინო სერვისების არათანაბარი განვითარება რეგიონებში და მათ შორის ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემის მიმართულებით არსებული კრიტიკული გამოწვევები. კანონის აღსრულების მექანიზმების გამართული სისტემური ჯაჭვის არარსებობა, ასევე საზოგადოების ნაწილში დაბალი ინფორმირებულობა პასუხისმგებლიანი პატრონობისა და ჰუმანური დამოკიდებულების შესახებ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ მდგომარეობას. საკმაოდ ბევრი ხალხია შეკრებილი ევროპის მოედანზე. გამარჯობა. Кто организатор, как понять? არა, ვარ ორგანიზატორი, ჟურნალისტი ვარ ბათუმური. გამარჯობა, ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვარ. შეიძლება რომ გითხოთ დღეს აქ რატო გამოხვედით და რა არის თქვენი გზავნილი? რა გეკითხავს და თქვენს ორივეს გითხავთ. ჩემი გზავნილი რა არის და ძაღლს რო შეუძლია უპირობოდ სიყვარული, ისეთ სიყვარული ადამიანს არ შეუძლია და აღრიც მინდა რომ რაღაცით მაინც დავემგავნოთ ძაღლებს და გვიყვარდეს უბრალოდ ერთმანეთი და არაფერი არ დამშავებია ამ ძაღლებს რო არ დაიბადა ყველა ფუნფულა, რო არ დაიბადა ყველა ლამაზი და ქუჩაში რო დაიბადა რა დააშავა რაღაც თქონდა დაუდგეთ გვერდით დავეხმაროთ მათაც უნდა სიცოცხლე და მე მგონი აქვთ ამის უფლება. მადლობა, თქვენ სახელი და გვარი? ირმა კერძელაძე. მადლობა, თქვენც გითხავთ დღეს რატო გამოხვედით, რამ გამოგიყვანათ აქ რა არის თქვენი გამოსვლის მიზეზი? იცით რაშია საქმე, უბრალოდ ყველამ კარგად ვიცით რაც ხდება ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. ჯერ ერთი ეს არის ყველაზე უმთავრესი მიზეზი ჩემი აქ გამოსვლის და მეორე მინდა რომ ჩემი სოლიდარობა გამოუცხადო ყველა მიუსაფარსა იმედს ვიქონიებ რომ მათი პირობები გაუმჯობესდება და კიდევ მიმართავ ეგრეთ წოდებულ პატრონებს რომლებიც დროულად არ აკეთებენ კასტრაციას, სტერილიზაციას და არ იქნება ესეთი გაუგებრობები და ასეთი საშინელებები რაც ხდება. საზოგადოების ინფორმირებულება განათლება რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს? საქმეც მაგაშია, რომ
განვითარება, განათლება სულ სხვა. როცა გათვითცნობიერება და განათლება არის გავსაკითხებში. მაგრამ რა არის, იცით, ეგ პრობლემა არ იქნება, თუ კი აი პატარა თაობას, აი ამ თაობას თუ ვასწავლებ, თუ როგორ უნდა მოექცნენ ოთხფეხა ცხოველებს, რომ მათიცა დედამიწა არა მარტო ადამიანების. აი პატარებს რომ მივაჩვევთ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ხომ ესეთ შედეგები არ იქნებოდა. და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზეც კითხავთ, ან სახელმწიფოს პასუხისმგებლობა რა არის ასეთ დროს, აი ამ სიტუაციაში რაც გვაქვს. პასუხისმგებლობა, იცით რაშია ძალიან მეშლება ნელბები როცა როცა კანონი მიიღეს აი მუსაფრების თაობაზე გასაუბრება ხომ უნდა ყოფილიყო მაგალითად შეიძლება იყო მაგრამ იმ ადამიანებთან ვისაც ეს სფერო კარგად ისმის აი ხო არის მესამე მუხლის მესამე პუნქტი არის სვაფსები აი იქ რო ესე იგი არ ვიცით ეს საწოდავენ მუსაფრები როცა გირკას გაუკეთებენ და აიცრებიან ბუნებრივი არეალი, აი სად არის ეს ბუნებრივი არეალი? ვერ აკონკრეტებენ, ხვდებით რა შეიძლება საქმე და ეს ცოტა კი არა მოსაგვარებელია და მარტო ფირიტენა ფურცელზე ეს კანონი არა. ის რაც წერია, ის უნდა აღსრულდეს, მაგრამ თუ კი საზოგადოება წინააღმდეგია, ცოტა შენაც უკან დაიხიო უნდა. თავშესაფრის აშენება რამდენად არის გამოსავალი ანუ ცნობიერების ამაღლება გასაგებია, მაგრამ ხანგრძლივი სამუშაოა ხომ? მანამდე თავშესაფრის აშენებაში რამდენად ხედავთ გამოსავალს, რომელიც ბათუმში რამდენად რაც შეეხება თავშესაფარს, მე რაც მახსოვს, თავშესაფარს აკეთებენ და აშენებენ და შემდეგ რაღაც პრობლემებია და შემდეგ რაღაცა წყლები ჩდება და ქანები და რაღაც უბედურებები და რაღაცები, ხა მაგ დეტალები მე არ ვიცი, მაგრამ თავშესაფარი რომ აუცილებელია ეს ხა ორი აზრი არ არსებობს. მაგრამ მე თუ მკითხავთ, ხო ის თავშესაფარი ძაღლისთვის არის ციხე. ციხეა ძაღლისთვის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თუ კი იქნება მოდერნიზებული თავშესაფარი, სადაც აი სასეირნო სივრცე ექნება ასევე ძაღლებს, მაგას რა ჯობია, ნორმალური კვება, მივესალმები რა თქმა უნდა, მაგრამ მაგის თავშესაფარი რამდენჯერ შეგვირდნენ, ერთჯერ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ არ არის ხო. და აი მაგათაც ამინდა კიდევ თქვა. ჩვენთან ბათუმში თინია გიასამიძეს აქვს მისი ხელები თუ კი იცით, აშენებული თავშესაფარი, აეროპორტის. კი, ვიცი. აი მართლა მისი ხელები და კარგი იქნება რომ აი იმდენ ძაღლს მგონი 165 ძაღლს ყვებავს და კატებს კიდე ცალკე და კიდე ქუჩაში რამდენს ყვებავს, არა მარტო თინა, უბრალოდ თინას დიასამიძეს მინდა ყველამ დაეხმაროს მის თავშესაფარს. მადლობა, თქვენ სახელი და გვარი როგორ? ირინა ნიკოგოსიანი. მადლობა. ვართ ბათუმში საპროტესტო აქციაზე. აქ არიან მოსული მოქალაქეები, რომლებიც აპროტესტებენ, რომლებიც იცავენ მიუსაფარი ცხოველების უფლებებს და დღეს გამოვიდნენ იმის გასაპროტესტებლად, რაც ხდება ბოლო დროს მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებით საქართველოში. ბოლო ერთი კვირა, ვინც არ იცით, გეტყვით, რომ სხვადასხვა სახის ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ყველაზე მძიმე კადრები, ვიდეო კადრები, რაც გავრცელდა იყო გორიდან, სადაც მდებარეობს გორის თავშესაფრიდან, სადაც მდებარეობს კრემატორიუმი და გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს იქ მოხდა კრემაცია. აქვე გეტყვით, რომ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო ყველა სამთავრობო სტრუქტურამ და მათ შორის უარყოს რუსეთისუნებლობის სამსახურმა და დღემდე დადგენილი არ არის ზუსტად რა მოხდა გორის თავშესაფარში, თუმცა ის რაც ზუსტია და რეალურად ვიცით და ამის ამსახველი ვიდეოებიც გავრცელდა სხვადასხვა ქალაქებიდან მიხავდათ მიუსაფარი ცხოველები სპეციალური მანქანებით და აქტივისტები უწევდნენ წინააღმდეგობას ამ ცხოველების გადაყვანას. მოქალაქეები, ცხოველთა უფლებების დამცველები ამბობენ, რომ აუცილებელია არსებობდეს სისტემური მიდგომა და სახელმწიფო მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნავდეს
იჩენდეს ზრუნველობას, რადგან ყველაზე მეტად სწორედ მათ სჭირდებათ ზრუნვა, ვისაც არ ჰყავს დამცველი და ამ შემთხვევაში სწორედ მიუსაფარი ცხოველები არიან ის კატეგორია. დღეს გეტყვით, რომ აღინიშნება მიუსაფარ ცხოველთა საერთაშორისო დღეა. მიუსაფარ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღეა და საკმაოდ მძიმე ფონით ხდება საქართველოს ამ დღეს. დღეს განცხადება გაავრცელა საიამ, რომელიც დასაწყისში წავიკითხე და საია ასევე წერდა, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს მხრიდან უნდა ეფუძნებოდეს ჰუმანურობის პრინციპს, რაც გულისხმობს არა ძალადობრივ ან ფორმალურ, არამედ გრძელვადიან, ეთიკურ და ეფექტიან მიდგომებს, როგორიცაა მასშტაბური სტერილიზაცია, კასტრაცია, დიაგნოსტიკა, ვაქცინაცია, თავშესაფრების განვითარება და რაც მთავარია საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება, მიუსაფარ ცხოველებთან მომუშავე პირების შესაბამისი კვალიფიკაცია. ასევე საია გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ ქუჩებიდან, სადაც ეს მიუსაფარი ცხოველები, ეს ქუჩა მიუსაფარი ცხოველებისთვის მათი ბუნებრივი გარემოა და ამ გარემოდან მიჰყავს სპეციალურ სამსახურს ცხოველები გაურკვეველი მიმართულებით. ამბობენ, რომ აბრუნებენ, მაგრამ სად აბრუნებენ ის ბოლომდე იდენტიფიცირებადი არ არის და სწორედ ამ ნაწილს ეხმიანება საია და ამბობს, რომ ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის შემქმნელი და აღმასრულებელი აცნობიერებდეს, თუ რამდენად ძლიერი სტრესია ცხოველებისათვის მისი ბუნებრივი გარემოდან მოწყვეტა, გადაყვანა და შემდეგ სხვა ადგილას დაბრუნება, ან მისთვის უცნობ გარემოში მოთავსება. მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მართვა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესის გათვალისწინებით უნდა მოხდეს, მხოლოდ ეთიკური და ჰუმანური მიდგომების გამოყენებით. და მიუსაფარი ცხოველების პრობლემის გადაჭრა არ მოხდება მათი ერთი ადგილიდან გაქრობით და სხვა ადგილას გადაყვანით. გამარჯობა, შეიძლება მოგიხართ. ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ. თუ შეიძლება რომ გითხრათ თქვენი სათქმელი პრინციპში კითხვა, ვის მიემართება ეს კითხვა, ასე ვთქვათ, დავიცოთ. ყველას, ვისაც აწუხებს მიუსაფარი ცხოველების ბედი საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში, იცით რომ ბოლო მონაცემებით ძალიან ბევრი, რაღაც 350,000 საქართველოს მოსახლეობის მგონი 1/4 არის უკვე მიუსაფარი ძაღლის რაოდენობა და ჩვენი სურვილია, რომ კანონმდებლობა, რომელიც მიიღება, ემსახურებოდეს რეალურად მიუსაფარი ძაღლების, ასე ვთქვათ, როგორ სტერილიზაცია, კასტრაცია და მათ სიცოცხლის უფლებას. ვაქცინაციაც რა თქმა უნდა, და არა მათი უფლებების დარღვევას, როდესაც არის შეკითხვები, ამ შეკითხვებს უნდა უპასუხოთ ღია კარით, თუნდაც იმ ჩანაწერების გამოქვეყნებით, ისე კი არა, რომ აი, იცით, არაფერი დაღვევა არ ხდება, არაფერი არ მოხდა, ანუ სიტყვაზე ნდობით, ასე ვთქვათ, და აუცილებელი კიდევ გარდა ამისა, რას მოვითხოვთ ჩვენ მოვითხოვთ აუცილებლად სიტყვიერად არა, სამართლებრივად მოხდეს 412 მუხლის განკარგულების მესამე მუხლის მესამე მუხლის ჩანაწერის გაუქმება, ამოღება, რომ არ იკითხებოდეს ეს. შევახსენოთ კიდევ ერთხელ მაყურებელს, რა არის, რა გვრის ამ მუხლში, ხომ? ეხება ესე იგი შეეხება მიუსაფარი ძაღლები, რომლებიც მიუხედავად მათი
მიუხედავად სტერილური ძაღლებისა, მიუხედავად ვაქცინირებული ძაღლებისა, უნდა იქნენ გადაყვანილი სულ სხვა ტერიტორიაზე, ასე ვთქვათ, ბუნებრივი გარემოდან გარემოში უნდა იყო, მაგრამ არ არის ჩანაწერი, ასე ვთქვათ, არაკონკრეტებს ვთქვათ, რა გარემოს გულისხმობენ, სად არის ეს გარემო, იმიტომ რომ ყველა ვიცით, რომ საქართველოში ახლა არა მარტო ქალაქში, სოფლებში და საერთოდ რეგიონალურ და მუნიციპალიტეტებში, სადაც კი ურბანული დასახლება არსებობს, ახლა ყველგან არის საბავშვო მოედანი, ყველგან არის სპორტული მოედანი, ბავშვების სათამაშო სკვერი, საცხობი, ასე ვთქვათ, სკვების ობიექტი და გაურკვეველია სრულიად, სად უნდა წავიდეს ამდენი ძაღლი. ხო? ეს აუცილებლად უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ნათელი, გასაგები, სრულიად ღია, გამჭვირვალე და სახელმწიფო არ უნდა კრავდეს ხელს, ასე ვთქვათ, იმ ადამიანებს არ არსებობს აქ პარტიული პრეფერენციები, თქვენ ვიცით, რომ იქ აუცილებლად პოლიტიკურად ანგაჟირებული უნდა იყოს, არა. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი შემსვლელი, რომელიც მთავრობის მომხრეა, ისიც კი აი იმანაც კი იწვნია თავის ზურგზე, ასე ვთქვათ, ეს მათრახი, ახლა რაც რა ვიცი, გადაგვიჭირეს კი ბატონო და იმედი მაქვს, რომ შეისმენენ, იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად დალაგდება, იმედი გვაქვს, რომ ეს გამოძახილი რაღაცნაირად აისახება კანონმდებლობაში თუნდაც სულების შეტანაზე. მადლობა, სახელმდებარი თქვენი. თამარ მექვაბიშვილი მოყვარულია. მადლობა, საუბრობდა თამარ მექვაბიშვილი, რომელსაც კითხვა ჰქონდა ქალაქის ხელისუფლებისადმი, თუ როდის ეღირსება ბათუმს თავშესაფარი, ცხოველთა თავშესაფარი. თქვენ იცით, რომ უნდა აშენებულიყო ჩაქვში ეს თავშესაფარი, თუმცა კიდევ ერთხელ შეფერხდა თავშესაფრის მშენებლობა და გაურკვეველი დროით გადაიდო. უცნობია, როდის იქნება აჭარას თავშესაფარი, მიუხედავად იმისა, რომ ამ თავშესაფრის პროექტზე საკმაოდ დიდი თანხებია დახარჯული და წინასაარჩევნოდ იყო ერთ-ერთი ესეთი მნიშვნელოვანი დაპირება, რომ აჭარას ექნებოდა ცხოველთა თავშესაფარი. მე ვეცდები ხა რომ გაჩვენოთ პლაკატები, რაც აქვთ აქ მოტანილი ცხოველთა მოყვარულებს. მოდი, ჩემი კაკოლა. მოდი, ცეთან, მოდი. გამარჯობათ. ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ. აქეთ მოგზავნით, მინდა გკითხოთ, რამ გამოგიყვანათ? ფაქტობრივად ხედავ რამაც გამოგიყვანათ, მაგრამ რა არის თქვენი სათქმელი, თქვენი გზავნილი? გზავნილი არის იუსაფარცუგების დაცვა. მე პირადად შეხარებელი ვარ 6 წელს ამ წუთში სახლში შეხარებულს. მე და მქონდეს იმ ხელა ეს ყველა ერთად შეყვანინა და გადამარჩენინა ამ სატანების მოქმედებას. რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, ქალაქის ხელისუფლებამ, ცენტრალურმა ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს და აი ეს ხალხი აქ ვინც ვართ, მე არ ვამბობ რომ ყველანი აკეთებს იმას, რასაც ხელისუფლება უნდა აკეთებდეს. და რა უნდა იყოს, ანუ თავშესაფარი უნდა იყოს ერთადერთი ჩვენი მოთხოვნა, რამდენი წელია თავშესაფარს ვითხოვ, რომლის პროექტიც ბევრჯერ ჩავარდა. კი, ბოლო პროექტი სულ ახლახანს ჩავარდა ბათუმში. ბოლო პროექტი გაჟღერდა და მალევე ჩავარდა ეგ პროექტიც და არ არის ჩვენ ძალიან განვიცდით ამ ცუგების ბედს, რაც დღესდღეობით ხდება და მთელი საქართველოს ნამდვილად და მთელი სოფლიო. პასუხისმგებლობა, ანუ ახლა რაც ხდება, გამოსავალი რა არის? ანუ მთავარი მოთხოვნა ხომ, რა უნდა შეიცვალოს საწუხოდ? აი ეს განკარგულებაში არსებულ მუხლზე კეთდება აქცენტი, რომლის მიხედვითაც გაურკვეველია ვაქცინაციის და ეგრეთ წოდებული დაბირთვის შემდეგ სად წაიყვანენ ცხოველს. მაგენს რომ მიყავთ, ესენი ყველანი არიან მოწესრიგებული ძაღლები, ცუგები ჩემო კარგო. ყველა არის აცრილი, გასტერილებული და მიყავენ კორექტურად არაფერი არ ხდება მაგენის მხრიდან. რას უნდა აკეთებდეს? ანუ რა უნდა შეცვალოს? სოფლებიდან უნდა დაიწყოს ჩემო კარგო აღწერვა პირველ რიგში, რომ
აღარ იყვეს ეს ამდენი მიუსაფარი. საიდან მოვიდა მიუსაფარი? იმას უნდა რომ მიუსაფარია დღესდღეობით, სოფლიდან მოდის ეს ყველაფერი. აიყვანებენ, უკონტროლო გამრავლება ხდება. აიყვანებენ და ვაიმე ბავშვს არ უნდა თურმე ვერ მოუარეს, თურმე ვერ და ისე ქუჩაში ჩდებიან მე ეს რამდენი შემთხვევა ესეთი მილიონი. აი ახლა ვეძებ ინფორმაციას თავშესაფრის შესახებ, რომელიც უნდა აშენებულიყო ბათუმში. წინა საარჩევნო დაპირება იყო. აი რამდენჯერ დახვიდეთ ქალბატონო, რამდენჯერ ვიყავით შეხვედრაზე გინდმერიის სამსახურებში. პასუხი ყველა აგერ არის ქალბატონი 200 ზახსულის ეს თინა დიასავიცი. თინა მოიხედი აქეთ. აი ქალბატონი თინა 200 ძაღლი და რამდენი კატა. ვის გასაკეთებებს აკეთებს ეს ქალბატონი? თავრობის და ნებისმიერ. ვინ გვიდგას გვერდში არა? აი თავშესაფრის შესახებ ინფორმაციაც მოვძებნე, გრუნტის ტენიანობა დაასახელეს მიზეზად და ტენდერი შეწყვიტეს. თქვენი სახელი გორი თამრიკო ბოჭორიშვილი. მადლობა ქალბატონი. 2019 წლიდან შენდება თავშესაფარი, სადაც მე უკვე მეორე თავშესაფარი ავაშენე და 1000-ობით მიუსაფარი ძაღლი გადავარჩინე, 1000-ობით მიუსაფარი ძაღლს სტერილიზაცია, კასტრაცია გაუკეთე და დღესდღეობით 200 ძაღლი და კატა ბინადრობს თავშესაფარი ლაქის თავშესაფარში და ყველა აცრილი, სტერილური და მინდა ვთქვა, რომ ყველა არის კლინიკებში გაკეთებული სტერილიზაცია, კასტრაცია და ყველა მიხდება რა ფინანსებზე ვარ გასული. და ამ ყველაფერს ჩემი ხარჯებით, ერთადერთი ადამიანის ოჯახის ხარჯებით ვთქვა. და ძალიან გამიხარდება სახელმწიფომ ყველა ცხოველ დამცველს რომ დაუდგეს გვერდში და იყოს პატარ-პატარა თავშესაფრები და ასევე ცხოველდამცველებსაც მიმართავ. ჩემო კარგებო, აშენეთ პატარ-პატარა თავშესაფრები, რადგან დიდი თავშესაფარი არ შენდება. ხან გრუნტია პრობლემა და ხან კიდე მიუვალი ადგილი. სახელმწიფოს პოლიტიკა როგორი უნდა იყოს? ახლა რა უნდა შეიცვალოს იმისთვის, რომ არსებული სიტუაცია გამოსწორდეს? ცნობიერების ამაღლება რომ უნდა მოხდეს, გავიგეთ, მაგრამ ამ წუთას ცვლილებებია საჭირო, ხომ? რომ მიუსაფარ ცხოველები გადარჩნენ ფიზიკურად. სახელმწიფომ უნდა დაიწყოს კარდაკარ სიარული იმ მოსახლეობასთან და აღწერები იმ ძაღლების, რომლებიც ხავს მოსახლეობას. იმიტომ რომ დღე ერთი არ გავა, რადგან თავშესაფარი მაქვს. მე 1000-ობით ზარი შემომდის, რომელ ძაღლებსაც უშვებენ ქუჩაში და უნდათ რომ ჩემ თავშესაფარში შემოვიდნენ. მე ფინანსები არ მაქვს, თავისთავად უახლოვებ და ამიტომ სახელმწიფო იმ მილიონების დახარჯვას მირჩევნია რომ მოსახლეობაში აღწერა გააკეთოს, კასტრაცია, სტერილიზაცია და ასევე ჩიპიანობა, რომ მოსახლეობამ არ გამოყაროს ეს ძაღლი. ძალიან დიდი მადლობა. ეს ხო თინა დიასამიძე ხომ ქალბატონი თინა, რომელსაც აქვს მართლა რა ვიცი. მართლა მალადეც ამასა. თავშესაფარი. ეხლა გაგაცნობ ინფორმაციას ბათუმში დაგეგმილ თავშესაფრის შესახებ, რომლის მშენებლობაც შეჩერდა. ბათუმელები ერთი კვირის წინ წერდა ამის შესახებ. ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მოწყობა ისევ გადაიდო. მშენებლობა იყო დაწყებული, მაგრამ აღმოაჩინეს, რომ შესასწავლია საპროექტო ტერიტორიის გრუნტი, რაც პირდაპირ კავშირშია ასაშენებელი ნაგებობების უსაფრთხოებასთან. ბათუმის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომელიც საკრებულო 30 მარტს განიხილა, ტენდერი შეწყდა და თავშესაფრისთვის გამოყოფილი 8.6 მილიონი ლარი გამოთავისუფლდა. ბათუმელებმა კითხვით მიმართა ბათუმის საკრებულოს და მერიას და დავინტერესდით, სანამ პროექტს მოამზადებდნენ, თავშესაფრის პროექტს, რატომ არ მოხდა გრუნტის შესწავლა, და თუ გრუნტი არ შეუსწავლიათ, როგორ მოამზადეს პროექტი, და როგორ გამოაცხადეს ტენდერი და როგორ დაიწყეს სამუშაოები. მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრი ამ კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია, გეტყვით, მიუხედავად მცდელობისა.
ქართული გაიჭირე და ეს სხვა დროშები უკრაინის მოაჭრია კიდე. და თურქული ხალხური რა მე ისე ნაციონალები იყო არ ჭირდება რა აი შეხედე რა ძალიან უცნაური რამ ხდება ახლა ძალიან უცნაური რაღაც ხდება ახლა საპროტესტო აქციაზე აი ეგეთი ტიპებია რა ევროკავშირის დროშა ჰქონდათ როგორც მე და ამ დროშას აპროტესტებს ერთ-ერთი აქციის მონაწილე პოლიტიკა აგრა შუაში საერთოდ არა პოლიტიკა არის ჰუმანიზმის დაცვა და ანუ აცვალეს გული რა როგორც მივხვდი და მაგ მოქალაქე აპროტესტებს ევროკავშირის დროშის გამოჩენას საპროტესტო აქციაზე, სადაც მიუსახარ ცხოველთა უფლებებს იცავენ და ეს ქალი ამბობს, რომ არ უნდა ნაციონალებთან კავშირი მიაწერონ, არ ვიცი ალბათ ვინ არ ვიცი. თქვენ მის პირდაპირ ეთერში შემსწრე გახდით, ხვდით ალბათ რაც მოხდა. აი, მაშინ ქართული ოცნების წარმომადგენლები მოიქეცით და რა შაშია? აბა რატომ მიშლით? არა, ერთი და იგივეა, ერთი და იგივეა მაგრამ გამარჯობა, შეიძლება ჩემნაირების გამო არის, რომ დღემდე არსებობს. ქართული ოცნების წარმომადგენლები პოლიტიკის ყველაფერი არის პოლიტიკა, ქართული ოცნების მოდი შეიძლება რაღაცა შეიძლება ისევე როგორც ყველა აი მე ადამიანი ვარ როგორც საქართველოს მოქალაქე თუ არა მოქალაქე ეს არის აქცია რომელიც არის დაკავშირებული ჰუმანიზმთან და სამართლის და ცხოველის უფლებების დაცვა მაგაზე არ არის ყველგან შეიძლება იყოს ასეთი ადამიანები პოლიტიკურში ნუ გადავიყვანთ ძალიან ერთი კითხვა ევროკავშირის ქვეყნები შეგვიცავენ ცხოველთა უფლებებს თუ კობახიძე აქ ნუ დავაკავშირებ პერსონიფიცი არა ერთ-ერთი შეიძლება არა ყველაფერი შეიძლება თქვენისება ყველა ქვეყანას აქვს თავისი პოლიტიკა, ყველა ცალკეული დარგების და აქვს პოლიტიკა და ცხოველები დაცვას. არა, ვერ დაგამთავრებინებთ თქვენს პოლემიკას, იმიტომ რომ ძალიან არასწორად მსჯელობთ თამაში. პოლიტიკურ პარტიას არ მივეკუთვნით. არა. მეც არ მივეკუთვნები, მაგრამ ქართული ოცნების წარმომადგენლები მეუბნებიან, რომ აკაცუკი ხარო და მოდიში, მაგრამ აქტივისტები თქვენს მიმართ ყველას აქტივისტება ბატონო ერთი რაღაცა კითხვა, ნუ გადავიყვანთ პოლიტიკურ არ არის პოლიტიკა ძალიან მოკლედ თქვენ პირდაპირ ეთერში გქონდათ საშუალება გენახათ რა ხდებოდა ევროკავშირის დროშის გამოჩენა გაპროტესტა აქციის რამდენიმე მონაწილემ ვერ ვიტყვი რომ ყველამ რამდენიმე მონაწილემ და თქვეს რომ ამ დროშით მოხდებოდა მათი დაკავშირება ნაციონალებთან და არ უნდათ ერთიან ნაციონალიზმთან კავშირი თქვენ გქონდათ საშუალება მოგესმინათ ამ დიალოგისათვის ბათუმში იმართება საპროტესტო აქცია მიუსაფარ ცხოველების უფლებების დასაცავად გამარჯობა, შეიძლება გკითხოთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში ხართ, რატომ გამოходით დღეს? ფაქტობრივად დავშო მასწავლებელი და ჰუმანისტებს მასწავლებელი და არა აუდიტორია რომ უნდა მოვიყვეთ არჩევანს და ვიყოთ ჩვენ
ვაზრუნებთ ცხოვრების განსხვავებით და მადლობა თქვენს წარწერას წავიკითხავ. თქვენც კითხავთ, თქვენ რატო გამოხვედით? რა არის დავიცვათ ძაღლები. ვისი პასუხისმგებლობა ამ ის რაც დღეს ხდება? ხელისუფლების პასუხისმგებლობა. ხელისუფლების რაკრომ უნდა კონდეს შესაბამისი პირობები ცხოველებს. პატრიარქიც რას ბრძანებდა? თავშესაფარი რომ დღემდე არ ეშენდა ბათუმში, აჭარაში, მაგასთან დაკავშირებით ვისთან გაქვთ თუ გაქვთ კითხვები და ვისთან? ისევ ხელისუფლებასაც, რატომ არა? და რატო ზოგი ყველას არ უყვარს ეს ცხოველები და რატო ხალხიც გადაკიდა ერთმანეთს ამ? რას შეცვლიდა თავშესაფრის არსებობა თქვენი აზრით? ქუჩაში მიუსაფარი ძაღლები არ იყებოდა ქუჩაში. განა ქუჩას ძაღლი ჭირდება, თორე ვირთხები წავიღებს. ძაღლები ჭირდება, მაგრამ აი მიკედლებული ყავდნენ შესაბამისად აი კონდენ უნდა იმათად მიკედლებლებსაც კონდეს უნდა ხელი შეწყობა. კონდეს უნდა ცოტა რაღაცნაირად ხელისუფლებიდან დაფინანსება თუ არა, ხელისუფლება თუნდაც კაი ვაჭმე, მაგრამ ფეხი მოიტეხა და ჩემი შესაძლებლობიდან უკვე ძალიან რთული გახდა მისი მკურნალობა. ძალიან დიდი მადლობა. თქვენი სახელი როგორ მოგმართ? ვართ ბათუმში საპროტესტო აქციაზე, სადაც საქართველოს უფლებებს იცავენ და მოვლოცო ხალხს. მერტმა მოგცევს აღდგომა სიხარული, მშვიდობით შევხედროდეთ ჩვენ ცხოველებთან ერთად. შეიძლება გკითხოთ, რამ გამოგიყვანათ დღეს აქ? ვისი პასუხის თქვენი სახელი როგორ მოგმართ? კაპიტანატია, ვისი პასუხისმგებლობა ის რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა სად ხედავთ? ხედავ ხელისუფლების ჩვენი პასუხისმგებლობაცა, იმიტომ რომ ადამიანი უბრალოდ რო სეირნობისას ფეხს რო უკლებს და რო აშინებს და მაგალითად გიორგი რო არის ჟურნალისტი და თავის ცოლი არა მირბლიანი ხო მოკლედ ანუ პრობლემას რაში ხედავთ? რაში ხედავ და არ არის სიყვარული. გამოსავალს არ ხედავთ? გამოსავალს ხედავ და შეიცვალოს კანონი რაც მიიღეს ეხლა. აი ეს დადგენილება, რომელიც მიიღო, აი ეს არა, მაიქარს აი ერთ-ერთი პლაკატი იყო, კი, რომელიც მიიღო ქართულმა ოცნებამ. ამ დადგენილებისთან დაკავშირებით რა კითხვები გაქვთ ქართული ოცნების წარმომადგენლებთან? მოთხოვნით უგაქვთ. დიახ. ცხოველი იყოს დაცული. შეუქმნან პირობები და არ ვიყოთ ამ დღეში და არ ისარგებლოს აკაცუკებმა ამ თემით თავისი პოლიტიკური ხედვა. დიახ. ანუ რა მინდა ისეთ კითხოთ, კანონი, რომელსაც აპროტესტებთ დღეს აქ მიიღო ქართულმა ოცნებამ. დიახ, არ ვარ მომხრე. დიახ. და რას ეთყოდით, ანუ რა უნდა გააკეთონ ამისათვის, რომ მიუსაფარი ცხოველები თავიანთი ბუნებრივი ბუნებრივ გარემოში კონდეს ყველას ნახვის უფლება და მაინც მოვუხედოთ, მეტი რა უნდა გავაკეთოთ. მადლობა. არა შლეტას, არა შლეტას. შესაძლებელი ყველა გავიღებთ, ყველა მოყვარულები გავიღებთ შესაძლებელი. კარგი, დიდი მადლობა. ვართ ბათუმში საპროტესტო აქციაზე. მოგესალმებით, გამარჯობათ. თქვენს პლაკატს გადავიღებ და გკითხავთ დღეს რამ გამოგიყვანათ აქ, რა არის თქვენი პროტესტის საგანი და ცხოველების მიმართ არა ადამიანურობა, რომელიც მთლიან ჰეზს, რომლებსაც თავში მოუდგა ეს წესასწრები, მოქმედებაში მოყავთ ეს მიღებული ვითომ კანონი, რომლებიც იკიდებენ საშვილდაშვილ ცოდვას, აი ამის დასაპროტესტებლად გამოხატვა. ყველა სულიერი არის უფლის გაჟები და ყველა სულიერს აქვს
სიცოცხლის უწოდება და გაგვატარეთ ხალხმა, გაგვატარეთ ვინც ჩვენ 600-ლარიანი ხელფასებით ვცდილობთ რომ მოუვაროთ, ვაჭამოთ, ყოველდღიურად სხვადასხვა ლოკაციებზე ჩვენი ხელფასი თქვენ არაფერს არ გითხოვთ, გაგვატარეთ და აიხედეთ ზემოთ ღმერთისკენ, პატიებად ხოვეთ, თუ გეპატიებათ ეს სისასტიკე. ძალიან მნიშვნელოვანია რომ მიუსაფარი ცხოველების კონდეთ შესაბამისი პირობები და ეს რომ მოხდეს საჭიროა სწორი პოლიტიკის არსებობა, ხომ? ეს სწორი პოლიტიკა რა არის? აი თქვენ როგორც ხედავთ, როგორც ცხოველთა უფლებების დამცველი, ამ რას ურჩევდით ქართული ოცნების ხელისუფლებას, რა უნდა გააკეთოს რომ ეს თავშესაფარის შედება და თავშესაფარი აუცილებლად იქ ჩართულობა თუნდაც ჩვენაირი უბრალო ხალხის, რომლებსაც კიდევ უფრო მეტად კანონმდებლებს, რომლებმაც უფრო მეტად ვიცით ცხოველების ფსიქიკაც, პრობლემაც და ასე შემდეგ ჩართულობით უნდა მოგვარდეს თავშესაფრებში. ჩვენ კი არა ვართ წინააღმდეგი ვაქცინაციის და სტერილიზაციის, ეს აუცილებელია. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ეს გააკეთებული იყოს. აცილს და სტერილურ ძაღლებს ნუ კი იპარავენ ბუნებიდან და ნუ კი აკრობენ, რომელი ძაღლები გასასტერილებელია იმათ მიხედონ და იმათ შეუქმნან ნორმალური საცხოვრებელი პირობები. ეს არის და ეს. და მივმართავ მოსახლეობას, ხალხო, ასწავლეთ თქვენ შვილებს ცხოველების სიყვარული და ისინი კარგი ადამიანები გაიზრდებიან. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ვუყურებ, ვკითხულობ ზოგიერთების კომენტარებს, მის თავზე სახარებას კითხულობენ რა. აი ასეთი შთაბეჭდილება გრჩება ჩემ და სამწუხაროდ. ბევრია ჩვენ და სამწუხაროდ ცხოველთ მოძულე ხალხი, რომლებიც შვილებს არ ასწავლიან ამ სიყვარულს და შესაბამისი შედეგებიც გვაქვს, მე არ გავა რომ მამამ შვილი მოკლა, შვილმა მამა მოკლა, ბაბუა შვილიშვილთან და ასე შემდეგ. ავიხედოთ ღმერთისკენ და ვაკეთოთ სიკეთე და კეთილი საქმეები. მეტი რა უნდა თქვა? კი. და ხელისუფლების პასუხისმგებლობას კითხავდით, აი რა უნდა გააკეთონ ახლა სასწრაფოდ იმისთვის რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდეს? უნდა შეწყდეს გენოციდი. პირველ რიგში უპირობოდ უნდა შეწყდეს გენოციდი და კომპეტენტურ ხალხთან ერთად უნდა იმუშაო სწორად მოყვანაში, აი ამ მიღებულ მათი კანონების სწორად მოყვანაში, არა გენოციდს, გასასტერილებელი უნდა გასტერილდეს და ასაცრელი უნდა აიცას. მეტი რა ვთქვა, არ ვიცი, შეიძლება იმას ვერ ვამბობ, რასაც გულში ვფიქრობ, იმას ვერ ვამბობ, რასაც როცა ჩემ თავთან მარტო ვრჩები და ამ თემაზე ვფიქრობ, შესაძლებელია რომ ბოლომდე ეს ვერ მოვიტანო. ერთადერთი არის ფაქტი ის, რომ ცივილურად, ადამიანურად მოგვარდეს ერთხელ და სამუდამოდ. არიან ქვეყნები ჩვენთან რო აიკრძალა სკოლებში, საბავშვო ბაღებში ცხოველების ყოფნა არ შეიძლებაო. გაკვეთილებზე უზიან ბავშვებს ცხოველები. გაკვეთილებს. ჩვენთვის ყველაფერი სასწაული რატოა ეს ცხოველებთან ურთიერთობა? მე არ ვიცი. არ მეს. თქვენ სახელი და გვარი როგორ მადლობა ქავტანგიული. თქვენც კითხავთ რას ამბობს საზოგადოებაზე ის ფაქტი, როცა მიუსაფარს დაუცველს ჩაგრავს და მასზე იყენებს თავის ძალაუფლებას. ამ შემთხვევაში ეს გვაქვს ხო, ეს მაგალითი გვაქვს წინ. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ძალიან ცუდი ფაქტი იწერება, ასე რომ აი ჩვენი შინაური ცხოველების მიმართ ასეთი აგრესიული მოქმედება. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც დაიწერა, ყავდა პოეტი, რომელმაც დაწერა მოთხრობა ძაღლი. ბატონი ნოდარ-გუმბაძე, აწყობს უკვალმა. ეს მაინც აკითხული და კონდეს. აი ესეთმა უძვირფასესმა ადამიანმა დაწერა ეს მოთხრობა და ძაღლი არის აი უიშვიათესი არსება, რომელიც ყველაზე ერთგული არსებაა მსოფლიოში და მე არ შემიძლია რომ აი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა ასეთი სულად საქართველოში. გარდა იმისა, რომ ასეთი ძალიან სულიერი რაღაცა მოხდა, ჩვენი სულიერი მამამთავარი დავკარგა და მთელი ქვეყანა ერთად ვიყავით და უცებ ამ ამბის მერე მოხდა ასეთი საშენელი ფაქტი, რომ
სოციალურ როგორ წავდნენ მე არ ვიცი აი არ მინდა დავიჯერო რომ ასეთ სუდად ექცევიან ჩვენს ცხოველებს რომლებიც ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი ხელფასით ჩვენი წირი ხელფასით აი ყველა რუტინაში ჩაყვანილი ყავს ის რომ უნდა ვაჭამ უნდა წავიდე უნდა მოუარო უნდა გავაშულო უნდა გავასტერილო მართლა გეუბნებით ოჯახი გადადებული მაქვს და მე და ჩემი მეგობრები ვართ აი ამ თემაზე გული მტკივა ძალიან გული მტკივა იმიტომ რომ ქართველები ვართ ძალიან ჰუმანური ხალხი ძალიან კეთილი ხალხი ვართ და ამ საქმეში ძალიან მოვიკოჩვით და ძალიან მინდა რომ გასტერილდეს გაკონტროლდეს ოჯახები ვისაც ყავს ცხოველები და არასტერილებენ და უმოწყალოდ ამრავლებენ და მე ქუჩაში ყრიან ჩვენ და აი სამწვალებლად და ჩვენ და სადარდებლად ამიტომ ძალიან ვითხოვ რომ მთავრობა მოკიდოს ამას ხელი გამოიმუშაოს კანონი იმის მიხედვით რომ გააკონტროლოს ოჯახები ვისაც ყავს გაუსტერილებელი ცხოველები რომლებსაც უმოწყალოდ ამრავლებენ და შემდეგ გააკეთონ ისეთი ადამიანურ მდგომარეობაში თავშესაფრები სადაც კარგად და ადამიანურად მოუვლიან ამ მიუსაფარ ცხოველებს იმიტომ რომ ეს თვითონ არ გამოსულა ქუჩაში ეს არა ადამიანმა გააგდო და დატოვა ქუჩაში უპატრო კი და საზოგადოების ცნობიერებაც უნდა ამაღლდეს გარკვეულწილად ამაღლებულია როგორ არა მე ლაპარაკობ რამოდენიმე წლის წინ უფრო სუსტი შეხედულება იყო ეხლა სუსტი შეხედულება არის მაგრამ მაინც აი ნიშნის ხელს მკბენს უბრალოდ კი გიშლის ხელს მკბენს მაგრამ მისი ბრალი ხო არ არის იმას ზოგმა აგრესიულად მოიქცა ზოგჯერ არაჭამის მშიერი და მშიერი სულიერი არსება ადამიანი არ არის მშიერი მაგრამ ისე იკმინება და ისე კლავს კარგად ვიცით აგერ რა მოხდა აგერ ახალგაზრდა ბიჭი დაიღუპა სულიად ძალიან ცუდ მდგომარეობაში და ახლა ცხოველებმა მშიერმა ცხოველმა რა დააშავა არა და ჩვენი ხალხის ეს ქვეყანა არის ყველასი საქართველოს არის ყველასი კეთილი ხალხი ქართველები და ცოტა გონიერება გამოვიჩინოთ და ცოტა ჰუმანურად მოვიქცეთ ამ არსებებს ცხოველებს ვერ ვუწოდებ ნამდვილად რა აი შინაურ მეგობრებს აი ჩემთვის შინაური ოთხკუთხა მეგობრები არიან მე როგორც ცხოველებს ვერ მოვიცოდებ ადამიანს მოვიცოდებ ცხოველებს თქვენი სახელი და გვარი ირმა მადლობა ქალბატონო ირმა ძალიან საინტერესო საუბრის მოწმე გახდით თქვენ ერთ-ერთი მოთხოვნა რომელიც ქალბატონ თინას ახლა გულზე აქვს გაკლული არის რომ დავქმდეს 412 განკარგულების მუხლის 3 პუნქტის ამი სამართლებრივად ამ ჩანაწერის მიხედვით არ მინდა შემეშალოს ამ ჩანაწერის მიხედვით შეუძლია სპეციალურ სამსახურს წაიყვანოს ცხოველი მისი გარემოდან და შესაბამისი დააბრკვის ასეთქა და ვაქცინაციის შემდეგ სადღაც განათავსოს, მაგრამ კონკრეტულად სად შეიძლება სად ეს მითითებული არ არის და აი ჩანაწერის ამოღებას ითხოვენ ცხოველთა უფლებების დამცველები ვართ ბათუმში საპროტესტო აქციაზე, სადაც საკმაოდ ბევრი ადამიანია შეკრებილი და საუბრობენ ესენი აპროტესტებენ გაუარესებულ მდგომარეობას მიუსაფარი ცხოველების გაუარესებულ მდგომარეობას საქართველოში გაუსაძლის სიტუაცია შეიქმნაო და ითხოვენ რომ მოხდეს ერთი თავშესაფრის აშენება, მეორე აი 412 განკარგულების მესამე პუნქტის გაუქმება და ახალი what happens in Gori? ხო, აი გორის ამბავი აქ ახსენეს კიდეც და მე ვერ გეტყვით რომ ეს დადასტურებულია, ამიტომ არ შემიძლია დადასტურებულად მტკიცებით ფორმატში ვთქვა რომ გორში მოხდა კრემაცია, თუმცა გავრცელდა ვიდეოები, გავრცელდა ინფორმაცია რომ იქ მოხდა კრემაცია, თუმცა აქ გეტყვით რომ სურსათის უმნებლობის სამსახურმა ეს ინფორმაცია უარყო და დაადასტურა. დღეს აქ არიან ცხოველთა უფლებების დამცველები შეკრებილები და მათი მოთხოვნები რატო დაჭრედა და რატო მოხდა და რატო შეჭამდა.
აქ იყო მცირე ინციდენტიც, შეგახსენებთ, ვინც ახლა შემოგვერთდით. მოქალაქეთა ერთი ჯგუფი არის, უბრალოდ ერთი გოგო არის მოსული ევროკავშირის დროშით და აქციის მონაწილე, რამდენიმე მონაწილე ეს ევროკავშირის დროშა გააპროტესტა და თქვა, რომ არ უნდოდა ამ დროშის არ უნდოდა ამ დროშის გამოჩენა, რადგან აქცია არ დაეკავშირებინათ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან. ესეთი რაღაც მოხდა დღეს ამ აქციაზე, სადაც ცხოველთა უფლებების დამცველები არიან შეკრებილები. ეს ფაქტიც ადასტურებს იმას, რომ აქ პარტიული კუთვნილებით არ არიან ადამიანები გამოსულები, აქ ადამიანები გამოვიდნენ იმისათვის, თუ რაც აწუხებთ და ეს წუხილი ეხება მიუსაფარ ცხოველთა უფლებების დაცვას, მიუსაფარ ცხოველთა მდგომარეობას საქართველოში, რომელიც საკმაოდ ძიმეა, როგორც ჩანს. გამარჯობა, შეიძლება მოგესალმოთ. ბათუმელების პირდაპირ ეთერში ვართ, უბრალოდ აი აქეთ მხარის რო ჩაგწეროთ, კითხავთ რამ გამოგიყვანათ დღეს აქ. ჭადრების სიყვარულმა. მე დასწილად მინდა რომ კეთილად მშვიდობიანად მოგვარდეს ეს სახლების პრობლემა. თქვენი აი ხა პირდაპირ ეთერში ვართ და შეგიძლიათ თქვენი ხმა, იყავით ჩემი ხმაო და თქვენი ხმა მიაწვდინოთ მათ, ვისაც ამ პრობლემის მოგვარება ეხება და რა ასეთყოდით, რა გზავნილი გექნებათ მათთან. უნდა მოგვარდეს კეთილად მშვიდობიანად, ლამაზად და არაპოლიტიკური საფუძველი მივცეთ ამას. მე მაგალითად მოსული ვარ მშვიდობიანი დედა. აი მართლაც ემოციებს ვერ მალავდა, მინდა ლამაზად ძაღლები იყოს, ცოცხლები, ჯანმრთელი სახლები. მეტი რა. კარგით, მადლობა. მგონი გზავნილი აქ შეკრებილი მოქალაქეების გასაგებია. ისინი ითხოვენ ხელისუფლებამ გაიგონოს მათი ხმა, რომელიც სიმბოლურად მიუსაფარ ცხოველებს წარმოადგენს და მოაგვაროს ეს საკითხი ისე, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს მიუსაფარ ცხოველებს, რომლებიც უდაში არავის არაფერს არ უშავებენ. ერთ-ერთი მიუსაფარი არის ასევე დღევანდელი აქციის მონაწილე. თავისთვის მშვიდად, აი შეგიძლიათ ნახოთ, საკმაოდ ბევრი ხალხია, ბევრი ძაღლია და თავისთვის მშვიდად წევს ამ გარემოში. და მე მგონი, ფიქრობ ვერ ხდება რა ხდება, მაგრამ ეს როგორ მშვიდად ძინა შეგიძლიათ ყველა ნახოთ. და ხალხიც ბევრია, სხვა ძაღლებიც არიან. და ყველაზე მეტად ამაზრზე ნირა დამხოლოდ ხოდებას ეკლესიაში ზიარები ბათუმელები მოკლედ თქვენ ხალხურობდით ერთი მიუსაფარი, რომელიც თავისთვის მშვიდად
მთელი აქციის განმავლობაში არავის არაფერს არ უშავებს, ძინავს და შეგიძლიათ ნახოთ, რამდენად ბევრი ხალხია და მიუსაფარი ცხოველებისთვის აგრესიის დაბრალება არ არის სწორი საქციელი. სისასტიკე არ არის გამოსავალი, ეს ერთ-ერთი გზავნილი დღეს აქციაზე გამოსული ადამიანების. ბათუმელები. თუ შეიძლება თუ იქნება საშუალება ჩემი არ გაუსვა. პირდაპირ ეთერში ვიყავით, გითხარით. გითხარით. შეიძლება გკითხოთ თქვენ თქვენი გზავნილი გასაგებია, მაგრამ უფრო რომ განავრცოთ ხელისუფლებისადმი რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ მიუსაფარი ცხოველები უფლებები იყოს დაცული. ჩემი აზრით პირველ რიგში უნდა დაეწყოთ იქიდან, სოფლებიდან უნდა დაეწყოთ და გაეკეთებინათ კასტრაცია, სტერილიზაცია ძაღლებისთვის თავიდანვე. და უკვე აღარ იქნებოდა ძაღლების გამრავლება, აღარ მოხდებოდა. ეხლა მაგათ მათ გააკეთეს ისეთი რაღაცა, ძაღლებს ხოცავენ. ესე იგი, იმიტომ რომ აღარ გამრავდეს, გამოსავალი ნახეს იმაში, რომ ეს ძაღლები გაწიდეს და დახოცეს. როგორც გავიგეთ, მე პირადად ჩემი თვალით ადამიანი ხარ, მაგრამ რა ვიცი, ესეთი ის არის, რომ ხოცავენ ძაღლებს, აკრობენ, ბევრი წაყვანილი ძაღლი უკან არ დაბრუნებინა. ხო და მე ვფიქრობ, რომ აი პირველი რიგში ამ კასტრაციას, სტერილიზაციას სოფლებიდან თუ გააკეთებ, შემდეგ ეს ძაღლები აღარ გამრავლდება. პირველად კერა არის სოფლებში. ეხლა თქვათ, აი ეს ძაღლები გავანადგურეთ, ხო? ეს ხელახლა ხო ისევ გამრავლდებიან. ისევ წამოვლენ ქალაქში დაყრიან ამ ძაღლებს, ლეკობს. და მე ისე უნდა დახოცო და ეს იბრუნებს წრეზე ყოველთვის რა და არასწორი მე ის არის მიდგომა არის ეს ჩემი აზრით რა ეს მინდოდა აი აქაც მიწერია სისასტიკე არ არის გამოსავალი არადა სულ არ არის ძნელი გამოსავალის მოძებნა ეს არის ჩემი საქმე ძალიან დიდი მადლობა თქვენი სახელი და გვარი ცეცილი არაბაშვილი მადლობა პირდაპირ ეთერში იყავით როგორც გითხარით ვართ ბათუმში სადაც იმართება საპროტესტო აქცია მიუსაფარი ცხოველების უფლებების დასაცავად. მე ამით დაგემშვიდობებით და შეგიძლიათ თვალი მიადგევნოთ ბათუმელებზე ბათუმელების სოციალური მედიის არხებს და საიტს მადლობა რომ გიყურეთ ცხოველების ბედსა და საჭიროებებზე თქვენ პირდაპირ ეთერში